გამარჯობა, მე ისე ბედნიერი სახლიდან მოგესალმებით და დღეს ძალიან ბედნიერი მარიამია ჩვენი სტუმარი, მარიამ რევლიშვილი, რომელმაც ზარზე იმით გაიარა რთული გზა, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ მას დიდი გუნდი უმაგრებდა ზურგს. დედა თინათინის თამადობით, მოდი ასე ვიტყვი, ხო? გამარჯობა. საქმე. მე ცოტა კიდევ უფრო ლაითი ის მქონდა. ანუ ასეთი გრძელი გზა ბავშვების მსგავსად არ გამივულია, თუმცა რაც გავიარე, ჩემი აზრით ძალიან დამეხმარა. მოდი დავწყოთ, რამდენი წლის იყავი, როდესაც შეიტყვა, რომ მე ვიყავი ზუსტად 15 წლის, ანუ დაბადების დღეზე მოხდა. სკოლაში იყვნენ მოსულები ესე შემოწმებაზე, მე მქონდა ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა და ამ შემოწმებაზე დაემთხვა ისე, რომ ჩემი დაბადების დღე იყო, იქ შეგვამოწმეს და ერთ კვირაში დამიბარეს დამატებით კვლევაზე. და ნუ იქიდან დამიდასტურდა, მერე დაგვაკავშირეს დედა თინათინს ჩვენმა მეგობრებმა და ნუ იქ გავიცანი მერე. ანუ ის იყო კიდევ რომ ანუ პირველივე წუთას მოხვდით აქ, ანუ დედა თინათინის გარეშე კურნალობა არ დაგიწყია. არ დაგვიწყია, არა, პირდაპირ აქ მოვედით. თან ის იყო რომ ეს მოსვლის პერიოდში, ანუ ჩუმად მოდიოდნენ დედაჩემი და მამაჩემი, ანუ დედაჩემი უფრო ის არის ნერვული და ძალიან სტრესული ის ჰქონდა ფონი. და ჩუმად უნდა გამოპარულიყვნენ, რომ ახლა მე ვითომ არ დავესტრესე აქ სახში მოსვლით და რატომღაც ანუ მეთქი წამოვალ მეც, რატო არ უნდა წამოვიდე და რომ წამოვედი, მაშინ დიდი ღომში გქონდა ეს ნაქირავები და იქ მოვედი პირველად და ნუ იქ გავიცანი და ისეთი აი რომ შემოდიხარ თან ცოტა ეს მოვიპარებოდით, მაგრამ აი რომ შემოდიხარ სახლში, იქ ბავშვები დავხვდნენ ტელევიზორთან, შეგვიყვანეს სათამაშოები, რაღაცა გაცინებული სახეები და ნუ არც მიგუძვნა რომ რაღაცა ისეთ სივრცეში მოვდიოდი და ნუ იქიდან დაიწყო უკვე მერე ჩვენი ურთიერთობა და რაღაც დღემდე მოვდივართ. და გახდა დედა თინათინი პირდაპირ დე. კი, პირდაპირ დე. და ანუ ეს რაღაცა ის არ მქონია რომ აი როგორ დაუძახوان რაღაცა რომ დაიწყეს ბავშვობა, ეს პირდაპირ დე აქ როგორ მივიდი ან რაღაც ხო რაღაც ღონისძიებებზე რო ეხმარებოდით, პირდაპირ რაღაც დეეთი დავიწყე. ნუ მადლობა ხმართ მარის ისეთი დიაგნოზი ქონდა და როგორი მნიშვნელოვანი იყო რომ სკოლაში იქ სკრინინგი ჩაუტარეს. აბა, ეს პრევენციული მედიცინა რა მხოლოდ თამაშობს. ძალიან, იმიტომ რომ როდესაც უფრო შორს არის წასული, რაც არ უნდა მარტივი დაავადება იყოს, მაინც რაღაცეები რთულდება. ეხლა თუ მეტასტაზი არის, ხო, კიდევ ეხლა ნუ ფარისებლის შემთხვევაში ლიმფურ კვანძებში შეიძლება იყოს და ნუ უფრო მეტი პრობლემა არის და მადლობა ღმერთს რომ ესე მოხდა მარიამის შემთხვევაში და დედა რომ ძალიან დასტრესილი იყო, ანუ მარიამის ის უფრო არ მახსოვს იმ პერიოდში. დედა ხო, დედა ძალიან მახსოვს და სულმეები, კაი, ნუ გეშინია, მეტა ყველას ეს კონდეს და მეტი არაფერი, იმდენად ვეცადე რომ ეს დაავადებაზე საერთოდ აი წარმოდგენა ძალიან ისე გაუბითურე ვეუბნებოდი, რა სიძახი, აი ნეტა და ღმერთს უყვარხარ და რაღაც აი სულ ამ კუთხით ველაპარაკებოდი, ცოტა გაიღიმო. საყვარელი არის ხო ძალიან კი და მადლობა ღმერთს ოპერაცია ძალიან წარმატებით დასრულდა, ნუ იოდის მოგიწია მერე თერაპია ხო? კი, იოდის კურსი ჩაიტარა და თითქმის 1 წელიც არ დასრულდა რა, ანუ 1 წელში დამთავრდა ეს ჩემი ანუ ძალიან მოკლე იყო გზა, მოკლე იყო და მე უკვე სკრინინგი. ხო. და რამდენი წელი გავიდა უკვე ხო ის უკვე დანიშნული 10 წელი თითქმის. თითქმის 1 წელი დაგვრჩა. 1 წელი დარჩენილა. ანუ რო არა ეს სახლი შესაძლებლობას რა დააკდებოდა? ძალიან დიდი სითბო ალბათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სახლი, რომ მოხვიდე, ჩაიტარო, წახვიდე. ანუ ეს არის ოჯახი, რჩები აქ. და ანუ გახსნაზეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ ამ სახლის გახსნაზეც, რომ ჩემთვის ანუ ბერი ანდრიას ფონდი პირველ რიგში არის ურთიერთობა. იმიტომ რომ აქ ვრჩებით. ცხოვრობთ. ხო. აქ ვრჩებით არა მარტო ბავშვები, ვრჩებით ოჯახის წევრები, გარდაცვლილი ჩვენი მეგობრების ოჯახი, დეები, ძმები, ანუ ვინ არჩევთ ესეთ ოჯახურ პირობას და ჯერა რომ ასე გაგრძელდება სულ. მეც ამის ვიჯერა მართლა. იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი გაგიცანით არ ვიცი, მაგრამ რა ვინც გავიცანი
განსაკუთრებული ადამიანები არიან მართლა. კი. ხო, თან ყველა რაღაც სხვადასხვა კუთხით ვართ, ანუ ერთის არავის არ გვაქვს არჩევანი. ყველა სხვადასხვა მაგრამ დედათინითინი ამბობს, რომ ზოგადად ეს დიაგნოზი რჩეულ ადამიანებს ემართებათო, ხომ ასეა? კი, ხო გითხოვს ასე. ოჯახის წევრებშიც კი. აი ხო რამდენი ბავშვი მყოლია, თავიანთ ოჯახებშიც ძალიან განსაკუთრებული ბავშვები არიან, და-ძმებისგან განსხვავებით. მართლა? კი, აი ხო ყველას ვიცნობ და ამას ხედავ, ანუ რაღაცით ყველანი განსხვავდებიან და ამიტომ ამბობ, რომ რჩეულთა ხვედრი არის და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი რჩეული შვილები მყავს, ხო ეგეც რამხელა ის არის და მადლობა მამამ ანდრიას, ხო, ამისთვის, რომ ესეთი კარგი შვილები მყავს და ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარს, ძალიან მეიმედებიან და სულ ვეუბნები, რომ ჩემი ერთადერთი თხოვნა ყოველთვის არის, რომ თავს კარგად მიხედონ, კარგად იყვნენ, ძალიან ჭკვიანად და სულ რაღაც ესეთ დავალებას ვაძლევ, რომ აი მე რო არ ვიქნები, ანუ ეს ოჯახი არ უნდა მიატოვონ და ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ მამამ ანდრიას საფლავზე იარო, ჩემთან უღამოვლენ და მამამ ანდრიასთან უნდა იაროთ. მეთქი სულ ვეუბნები, ესეთ დავალებას ვაძლევ მათ. და რა დროს ეგ დავალება? ხო რა ვიცი, აი მე ამ ურთულესმა ჩემმა გამოცდილებამ ცხოვრების მწარემ მასწავლა, რომ რაღაც ერთი დღით ვცხოვრობ. შესაძლებელია ეს მარტო მე მგონია რომ ძალიან რთულია რომ ერთი დღით იცხოვროს ადამიანი. ძალიან რთული მგონია. კი, ძალიან რთულია, მაგრამ აი მე ხო რამდენი შვილის დედა ვარ და კი მადლობა ღმერთს მორჩენილი ჩემი ბავშვები ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის და ფაქტიურად ამათმა გადამარჩინეს, იმიტომ რომ ახლა მე რომ მხოლოდ მამამ ანდრიასთან გამეშვა ჩემი შვილობილები, ალბათ ამდეხანს ვეღარ გავძლებდი, მაგრამ იმდენად განსხვავება არის ასაკშიც, ხო? მე მყოლია ერთ-ერთი ნატალიკო, რომელიც დაიბადა და ღვიძლის სიმსივნით დაიბადა ბავშვი. დიახ და მალევე დავკარგეთ და მამამ ანდრიამ კურნალობდა, მაშინ ძალიან დიდი ხნის წინ იყო და პალატაში სხვა მშობლებიც იყვნენ და კი კითხეს, რომ აი რატო აი დაიბადა და რატო აქ ეს და მაშინ რატო დაიბადა, თუ ესე უნდა მალევე გარდაცვლილიყო და მაშინ მამამ ანდრიამ მეუთხარი არ ვიცი მეთქი რაღაცა ვერანაირი სიტყვა წინადადება ვერაფერი თავში არ დაიბადა რომ რამე მეთქვა საწინააღმდეგო ვერ მოვიფიქრე და მამამ ანდრიამ გამომხედა და მითხრა მართლა არ იცი დედა ხო და მეუთხარი არა მეთქი დედა აი არ ვიცი აი რა ვთქვა თქო დედა აბა მარადისობაში როგორ გადაინაცვლებოდა თუ არ დაიბადებოდა ვიმე აი სამთავარია მითხრა და აი ის ჩამებეჭდა თავში და ტვინში, რომ აი ეს უკვე იმდენად შევისის ხორცე ვიგრძენი, რომ ეგ მნიშვნელოვანი აქტი იყო და დაბადებულიყო და მერე გადასულიყო და მერე ოჯახთან რომ მივედი უთხარი ანგელოზე ყავთ. რა გატირებთ, ხო? მყარად უთხარით ეს ძალიან მყარად, ამისი 100%-ით მჯეროდა. არც ერთი წინადადებას არ ვიკონებ. რაც მჯერა მყარად ყოველთვის იმას ვამბობ და ყოველთვის ამ ჩემს მშობლებს ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული, იმიტომ მარიამის დედასაც იმიტომ ვაიმედებდი, იმიტომ რომ აი მარიამს ვერ გამოაპარებდა დედა იმ ნერვიულობას. იგრძნობდა. მე ხوار ვარ ფიზიოლოგიური დედა. მე შემიძლია გამოვაპარო. მე ვერ მიგრძნობს, იმიტომ რომ მე არ ვარ ფიზიოლოგიური დედა და დედას იგრძნობს. თუმცა ერთ-ერთი შვილობილი მყავდა საბა, რომელიც იყო 3 წლის და აი ვერაფერს ვერ ვაპარებდი საბა მენაბდეს. ერთხელ ძალიან ვიულობდა 3 წლის იყო და აი მე არ ვიცი ისეთი კავშირი მქონდა მასთანაც რომ ვიჯექი რაღაც ძალიან ნერვიულობდი და ვერ გაიგო და ისეთი ხმაურია ყველა ერთობა ძველ სახლში ფეჩთან რომ მიყვარდა ხოლმე რომ დავჭდებოდი შეშის ფეჩი მქონდა და იქ დავჯექი თბები ზამთარი იყო და ძალიან ნერვიულობდა რომ ნერვიულობ მაშინ უფრო მცივა კიდე ისაც მცივანა ვარ და მომი დაადმიჩდა და მეუბნება რაში ნერვიულობ ვაიმე შაიდანი ხო და მეუთხარი
ვაიმე ჩავიხუტე, აი მაკოცი ჩამიხუტე და მე ვთხარი ისა და შენ მიხვდე რომ ნერვიულობ კი რაშნე ვინ გაგაბრაჟა? ხო და ისე ჩამიხუტე, ანუ ესეთი რაღაცები ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამიტომ ვცდილობ რომ მშობლები ძალიან ოპტიმისტურად ყავდე და იმ მშობლებს კიდევ უფრო უჭირთ, ვისაც დიდი შვილები ყავთ, იმიტომ რომ მათთან ლაპარაკი უწევთ, რაღაცის ახსნა, დამალვა, პატარებთან უფრო მარტივი არესმით. ანუ რთული არ იყო დიაგნოზის მოსმენა, გააზრება და აი ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრების გაგრძელება. რომ 15 წელი არ არის პატარა და უკვე ბევრი რამე ტვიში დალაგებულია მეტნაკლებად რა. კი, მაგრამ ანუ რაღაც ისე არ აღმიქვია მე. ანუ ცოტა სხვანაირად მივუდექი. მაშინ ანუ პირველად რომ მოგცეს ასე ვთქვათ დიაგნოზი, მანქანაში ესე იგი რო ჩავჯექით, დაიწყო ამ დედაჩემმა ტირილი, მამაჩემი ცალკე და ანუ არ მეუბნებოდნენ ვითომ. ანუ ტირიან და არ მეუბნებია ვითომ. ხო და ეგ უფრო ცოტა რაღაცა ის იყო რომ მეთქი რა ხდება და მე მომაწოდეს ესე ფურცელი და თან ფურცელზე წერია რაღაცა ესე ცუდი სიტყვით ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ანუ პირდაპირ ესე და მეთქი ეს განერვიულებდათ თქო რაღაცა, ანუ მე ჩემთვის ესე ვფიქრობდი რა, მაგრამ ნუ არაფერი არც შევიმჩნიე, ანუ დიდად არც აღმიქომს რაღაცა ისეთ ანუ ძიმე ვითარება არ იყო ეს შეთვის, ხო? საერთოდ არაფერს არ ვგრძნობდი. ანუ ეს ძირითადი სიმპტომები რაც იყო ეს დაღლილობა, ვთქვათ, სისუსტე, უხასიათო, ეგ ისედაც ფარისებრის პრობლემა. ხო, ეგ ისედაც მქონდა ბავშვობიდან და რაღაცა ისე დიდად არ აღმიქვია, იმიტომ რომ რაღაც დიდი ცვლილება არ იყო ახლა ჩემში. და მივაწოდე უკან ისევ ეს ფურცელი, მეთქი რავი ახლა არაფერი რაღაც ისე და მე კი მოვედი მაშინ პირველად დიტო გავიცანი ჯაფარიძე და ნუ კიდე უფრო რთული მდგომარეობა და ნუ ჩემი საერთოდ არც არ მიხდი ხო რომ ამათ ფონზე ანუ სახლი რა შეეხმარება კიდე იქ რო ფონდში როდესაც ხედავე რომ კიდე ბევრად უფრო რთული მდგომარეობა შეიძლება სხვას ჰქონდეს ამიტომ ხო ეგ კიდე უფრო დიდი სტიმული არის და მე ერთვებად იმათზე ზრუნვა. ხო, ეს ხშირად გითქვამთ, რომ ძალიან უვლიან ერთმანეთს, უვლიდით ხო ერთმანეთს? კი. მე კიდე ანუ ვიზუალურადაც ანუ არც თმაგამცვენი არც რაღაც, ანუ ეგ კიდე რომ მოდიოდი ხოლმე პირიქით რაღაცა ისე ვგრძნობდი თავს, რომ ეხლა ნეტა როგორ აღმიქვამენ ეხლა ეს ბავშვები. ხო, რა რეებზე ფიქრობ. რაღაცა ისე და მე უკვე დავახლოვდი სხვებთანაც და დაკარგე ბევრი მეგობარი აქვს. ხო, დიტო აღარ არის. დიტო აღარ არის. ძალიან ერთი ასაკის რაღაცა ისე ბევრნი იყვნენ და სახში რა ხდებოდა ვერ გეტყვი. სულ ხმაური, სულ რაღაცა სიცილი, მუსიკებს იმხელა რაღაცა უსმენდნენ, ძალიან კარგად ერთობოდნენ და მე სულ მქონდა რომ კაი სირცხვილია გაჩუნდით ეს მეზობლები და მაშინ იქ სახლები ძალიან ახლო იყო იმ სახლთან და რა სიტყვია კაცო ეს ბერიანდრიას პონტია თუ რამე კლუბია მეუბნები გაჩერდით აი რაღაც ის საღამო სულ ვაჩუმებდი და ესენი დაბლა ჩადიოდნენ მინუს სართულზე იყო სამზარეულო და ცოტა ნაკლებად ამოდიოდა მაგრამ მიდიოდა სულ იქ იყო ერთი ამბავი ხო რა ვიცი ძალიან კარგია რომ აქ მოვხვდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მე თვითონ გადავაფასე ადამიანმა, რომელსაც ეს განსაცდელი მართლა არ მქონია. არ ვიცი რა არის, მაგრამ დიდი მადლობა რაღაცეების დანახვისთვის, დიდი მადლობა იმ სიღრმისთვის, რაც მე არ მქონდა. დიდი მადლობა ამისთვის და მინდა რომ სულ ჯანმრთელი ბედნიერი და ბედნიერების სრამლები ქონოდეს სულ თვალებზე. ესეც ბედნიერების სრამლები არ არის, გამარჯვებულები შედვართ აგერ, ხო ესეა? კი, ხო. ეს უბრალოდ მართლა რო ერთი დიდი ოჯახია ბერიანდრიას ფონდი ეს არის მე მიფიქრია ხოლმე რომ და მორჩენილ ჩემშურებს ვეუბნები ყოველთვის რომ ბერიანდრიას ფონდი და ეს დიდი ოჯახი თან დიდი სიხარულია, თან დიდი ტკივილია და თან კიდევ დიდი პასუხისგებლობა არის. როდესაც მარიამმა თავისი პროფესიის შესახებ გამიმხილა, რომ აი სად უნდა ჩააბარო, ნუ ყოველთვის ხო საუბრობ ჩემშურობთან და ძალიან გამიხარდა და ჩააბარა, დაასრულა წარმატებით აბა წარმოვიდგინე. სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა ფიზიკურ თერაპიაზე. ვაუ.
რაც ძალიან გვჭირდება და მე ვცდილობ ესე ბავშვები რომ რამე სიტყვენ რაც ჩვენ გვჭირდება მიხარია ძალიან. კი, თერაპევტები ნამდვილად გვჭირდება და ეთერის მერე თუ გინდა მე დავждები პატარა გასაუბრებაზე. ხშირ შემთხვევაში დაავადებასთან უძლურები ვართ, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ, ხო? კი, ცხოვრება გრძელდება და იმათ არ მოეწონებათ. აი დიტოს არ მოეწონება, რომ დღეს მარი უბრალოდ ეხა ეს მაინც მონატრება მეტი არაფერი. ხო, აქ არ არის სევდის და ტრაგედიის ძრემლები. არა, მონატრება. დიტოსაც უხარია დღეს მარი, რომ ესე არის ეკას მემატიანესო ეძახდი და ისა რა ქვია. აი ჩემთვის გავხედავდი ეკას და ეს ანალიტიკის უნარი ქონდა ძალიან ეკას კითხავდი და თან ეკას მეუბნებოდნენ რომ ძალიან კარს, იმიტომ მე ცხოს ხელებით საუბრობ და ეკაც და ერთ ჩვენ სპექტაკლში რომ მონაწილეობდა ეკას სულ ბატონის აზევნებდა ეკა ხელები და მე ვეცარ რომ ჩაიდე ჯიბეში და იმიტომ ასე ამოწევდა და რაღაცა და მეუბნებოდი და აი შენ ანუ შენი ის არისო და ეკა ესე გამომხედავდა და ეკა ისე რომ გააკეთებდა всё მე უკვე ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იყო და ესე არის ეხაც წარმომიდგენია როგორ ესე გააკეთებს და მარის წარმატება უხარია დღეს ეკას და მარი ესე ჩვენ ბავშვებს რა თქმა უნდა აი ამ თავისი პროფესიით იმათ ვისაც ეს სჭირდებათ ყველას ეხლა არა მაგრამ ვისაც ეს სჭირდებათ ამას ისთან დიპლომიც დაიცვა აი ამ მიმართულებით. მაგისტრატურაც რა მაგარი გოგო ხარ. ძლიერი გოგო ხარ, მამაზი გოგო ხარ და ჭკვიანი გოგო ხარ, რა ვიცი. იმას გისურვებ, რაც აი აქ შენ გაქვს და გინდა. რაზე შეიძლება არც გისაუბრია და თვითონაც ბოლომდე არ იცი. ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით. მომავალ ხშაბ. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ გადაცემები, იმიტომ რომ თქვენი ერთი ღილაკზე თითის დაჭერა ეხმარება ამ ვიდეოს, რომ ის უფრო მეტად გავრცელდეს ესეთი ალგორითმი YouTube-ის, ასე რომ დაეხმარეთ ფონდს, დაეხმარეთ იმაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს, დაინახოს და იგრძნოს ის თუ რა ხდება აქ. მომავალ ოთხშაბათამდე. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხები.